აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ 1 მაისს რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის 30 წლის შემდეგ აღდგენილი ავიამიმოსვლის თემაზე მედია ჰოლდინგ კვირას პრესკლუბში ისაუბრა. პრესკონფერენციაზე თამაზ ხუბუამ განაცხადა, რომ აეროპორტი უფრო სამხედრო დანიშნულებისაა, ვიდრე ტურისტების მოსაზიდად განკუთვნილი და არავინ უნდა ჩათვალოს, რომ ეს აფხაზეთის ტერიტორიაზე ამჟამად მცხოვრები ადამიანების სოციალური, პოლიტიკური და მატერიალური დაცვის საკითხებს მოემსახურება. მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ ისევ ხორციელდება ეკონომიკური ანექსიის მორიგი აქტი. ახალი არაფერი არ მომხდარა რუსეთის დამოკიდებულებაში ამ ოკუპირებულ ტერიტორიასთან. ეკონომიკური ანექსიის მორიგი აქტი ხორციელდება. ჩვენი რეაქცია ამ საკითხებისადმი მთლიანად არის დადასტურებული საგარეო საქმის განცხადებაში და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დამოკიდებულებაში. თავისთავად ცხადია, დევნილი ლეგიტიმური ორგანოები, საკანონმდებლოც და აფხაზეთის მთავრობაც ნეგატურად აფასებენ ამ საკითხს და მხარს უჭერენ იმ ღონისძიებებს, რომლებიც დასმული უნდა იქნას საერთაშორისო ჰუმანიტარული და პოლიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე, რომ ხმა იმაღლონ რუსეთის მხრიდან განუწყვეტელ დარღვევებზე იმ კანონმდებლობისა, რომელიც უნდა რეგულირდებოდეს საერთაშორისო სამართლით და ცალკეულ ქვეყნებთან მიმართებაში იმ ორგანული კანონებით, რომლებიც ჩვენი სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად არის გაკეთებული.